British colonization. Completely new world. Since I became a free citizen, most courageous. Step in front of the camera. CU Alumni Reunion Week. One of the most of Prague doing well. Regional office of celebrating here now at this. Very special person. აქ იმყოფებოდა განსაკუთრებული ადამიანი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ის არის ერთადერთი კურსდამთავრებული, რომელსაც სამთავრობო პოზიცია უკავია. ეს არის საქართველოს პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკური მეცნიერების 1996 წლის კურსდამთავრებული თინათინ ხიდაშელი. Political science 96 graduate Tinahit Kidasheli. დღეს არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის 25 წლის თავი. ყველაფერი 25 წლის ხდება 2016 წელს, მე მგონი ჩვენს ირგვლივ ეს უნივერსიტეტი სწორედ აღმოსავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ ცენტრალური ევროპის და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სტუდენტებისთვის დაარსდა თავის დროზე. შემდეგ ის კიდევ უფრო გაფართოვდა. მე ზუსტად 20 წლის წინ სწავლობდი ბუდაპეშტში ამ უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებს. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წელი იყო ალბათ ჩემს ცხოვრებაში, როდესაც პრაქტიკულად სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინეთ ჩემთვის. დღეს არის 25 წლის თავთან დაკავშირებით ცერემონიალი, სადაც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ მის საუკეთესო სტუდენტს გადასცეს სპეციალური ჯილდო და მე მერგო ეს პატივი, რომ ამ 25 წლის განმავლობაში მრავალ 1000 სტუდენტ შორის, რომელმაც შეუგაიარა, სწორედ მე ვარ შერჩეული ამ ჯილდოს მისაღებად და ეს რა თქმა უნდა ჩემთვის უზარმაზარი პატივია და უზარმაზარი პასუხისმგებლობა არის ემავდროულად.